ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა შევეხოთ ახლა, მოკლედ მიშამ დაანონსა თავისი ციფრული ავატარის შექმნა. და ეს რა თქმა უნდა რუსთავიორმა და გარკვეულმა ტელეარხებმა ღადაობაში გაიყვანეს, მაგრამ ეს ღადაობა არ არის, ეს ძალიან სერიოზული თემაა ხალხმა. სალომეს დიდი მადლობა მიკროფონი მაჩუკა, ნახეთ რა მაგარი მიკროფონია. მოკლედ უყურეთ სიუჟეტს და ახლა აგიხსნით რა ხდება. ქრის დრო ბევრი გაქვს ფანტაზიას შორს მიდის. ვივამედის კლინიკის ყოფილი პაციენტის წარმოსახვამ კი უკვე იმ ზღვარსაც გადააბიჯა, სადაც რეალობა მთავრდება. ციხიდან კლინიკაში, კლინიკიდან ისევ საკანში, საკნიდან კი მიხეილ სააკაშვილი ვირტუალურ რეალობაში გადანაცვლებას აპირებს. ეს კი მისი ფანტაზიის ნაყოფია, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ავატარი. მიშაზე ახალგაზრდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მიშას მიხვდა მოხრით. მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა ახალ ვარცხნილობასთან ერთად ხალხთან კომუნიკაციის ახალი გზაც აირჩია. მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ, რომელსაც ეს არის მიშას დახვეწილი ვერსია, ლაპარაკობს როგორც მიშა, საუკეთესო დროს, მიხრა მოხრა აქვს როგორც მიშას და ჩემი ნაზრები დაედება იმას. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს. თავს ნელსონ მანდელას ადარებს. ციხიდან კი პირდაპირ საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადაბარგებას პროგნოზირებს. თუმცა პოლიტიკური მოვლენები სულ სხვა სცენარით ვითარდება. სააკაშვილის აბსტრაქტული იდეების დაცინვის შანსი კი თამარ ჩერგოლეიშვილმა ხელიდან არც ამჯერად გაუშვა. მე მგონი უფრო ადმირალ ნელსონად გამოხვალ. ნილოსის ომში წახვალ და ნაპოლეონს დაამარცხებ გამარჯვებულო მთავარსარდალო. მოგეხსენებათ რომ ჩემი ავატარი შევქმენი მე სიზმრებში და ჩაშვებულია ჩემი ავატარი სიზმრებში და მოგზაურობს და იცით ეს ამ ყველაფრის შესახებ იცით, მაგრამ ციფრული ავატარის შექმნა ეს არის პოლიტიკური ახალი ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ანუ ჩემი იმედები გამართდა, უბრალოდ ჩემი ვარაუდები გამართდა. ეხლა პოლიტიკურად და მე გეუბნებით რეალურად პოლიტიკა როგორი არის რეალური პოლიტიკა. რეალური პოლიტიკა დღეისათვის არის ის, რომ დაახლოებით მინიმუმ 80% არის უკვე შანსი, რომ მიშა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. აქ ახლა ნახეთ როგორი რაღაც არის. მე ვისაუბრე, აი ნახავთ ვიდეოში, მცირე ნაწილიც დავდე და აი ვიდეოში მე ვისაუბრე 3 წლის წინ, შემდგომი 5 წლის გეგმა და თითქმის ზუსტად ისევე სრულდება, რაც მე ვილაპარაკე. მოსიარულე მკვდრები რო არის სერიალი, იქ რომ ნეგანის რეაბილიტაცია მოხდა ფსიქოლოგიური, აქაც ანალოგიური მოხდა, მიშას რეაბილიტაცია მოხდა. ანუ ეს არის წინასწარ გაწერილი გეგმა, ანუ რისი თქმა უნდა რომ ხალხის ძირითად მასაში ნეგატივი რაც კი ჰქონდა დარჩენილი ხალხის მიშას მიმართ, ეს გააქარწყლეს იმით რომ ჩასვეს ციხეში. ეს ერთი. ეხლა ჩამოვთვალოთ არგუმენტები, რა მაძლევს მე ამის საფუძველს რომ მიშას მობრუნება უნდათ. მიშა პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის რომ მიშა არცადაც არ წასულა. მიშა ჩვეულებრივად აგრძელებს პოლიტიკურ აქტიურობას და პოლიტიკურ მოღვაწეობას ციხიდან. აი ხა შეგახედებთ ვიდეოს რა. აი უბრალოდ შეხედეთ ხალხო, აი გამოსვლა აქვს, ესე იგი შეხედეთ 22 წუთიანი. 22 წუთიანი გამოსვლა აქვს სასამართლოში. აი სასამართლოს ხდომების შუაში თუ დასაწყისში, აი მიხეილ სააკაშვილის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო 22 წუთიანი გამოსვლა. ანუ 22 წუთიანი გამოსვლა აქვს, ჩვეულებრივად მიცემული აქვს პოლიტიკური ტრიბუნა, დათმობილი აქვს ესეთი რამე არის წარმოუდგენელი რამე. ანუ მიშა რო იყოს რეალური ტყვე და პატიმარი, მიშას არ ექნებოდა პოლიტიკური პლატფორმა, პოლიტიკური ტრიბუნა ხალხთან სასაუბროდ. ხვდებით რა შეასაქმე? ზოგადად ანუ ეს ნახეთ ერთი მხარის დაჯგუფების შექმნა, მეორე მხარის არასამთავრობოების და ვიღაცების დაჭერა, ეს არის სპექტაკლი. მე რატო გიკითხავთ ახლა მეტრო 2033-ის ტრილოგიას. ახლა მესამე ნაწილზე გადავალთ მალე. მესამე ნაწილი რო დასრულდება, თქვენ მიხვდებით ყველაფერს, როგორ იმართება პოლიტიკა. ანუ იქნება ორი ფრთა, ორი განშტოება, ხალხს ორად ყოფენ და ერთმანეთს აჯახებენ. მე ასევე ადრე რო სამოქალაქო ომზე ვისაუბრე, სამოქალაქო ომზე რო ვისაუბრე და გამომლანძღეს იქ შორტ ვიდეოში მაგ ნასაუბრები YouTube-ზე, იქაც გამომლანძღეს რა თქმა უნდა, ეგეც იქნება, იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა დაახლოებით ეგეთი ვარიანტი იქნება. მიშა ესეთ გადათამაშებას გააკეთებენ, მიშას მოაბრუნებენ ხელისუფლებაში, დადგამენ სპექტაკლს, იმიტომ რომ ყველა დეტალი გაწერილია წინასწარ რა. მოაბრუნებენ ხელისუფლებაში, მე მიშა გარკვეულ ესე ვთქვათ როგორ ვთქვა რა პოლიტიკურ აღწყინებებს
ჩაატარებს და რუსეთს ესე ვთქვათ საბაბი მოეცემა და შემოვა მერე ეგრევე და მთლიან ოკუპაციას მოახდენს საქართველოსი. ანუ აქ რისი თქმა მინდა ოლიგარქები, პოლიტიკური ფიგურები, მიშა, ზელენსკი, პუტინი, ეს ერთი ხალხი, ეს არის ერთი დიდი სცენის სხვადასხვა მსახიობები. უბრალოდ მე რომ მიკომენტარებენ ხოლმე ხალხს ეღადავებო და ამას ხარავებსო და დასცინისო. ვინ ახახნო, აი რუსთავიორმა რა სიუჟეტიც ახლა თქვენ ნახეთ, რაც ანუ დასაწყისში განსაკუთრებით მე რუსთავიორის არხზე შედით ნახეთ. რა კონტექსტიც მიანიჭა. ეს აი ესეთი სატელევიზიო გადაცემებით დაგცინიან თქვენ ხალხს, იმიტომ რომ მიშა ყოფილა ვითომ სულელი და რაღაცა. აი ახლა რაში არის საქმე? მე მაგათაც ვფიქრობდი, ახლა მას YouTube-ზეც დავდებ, მე ვფიქრობდი რაზე, რომ ციფრული ფული, ნახეთ იუსტიციის სახლებიდან მთელი ეს სისტემა ხომ მიშამ შექმნა იქ გიორგი ვაშაძესთან და კიდე გარკვეულ ორგანიზატორებს, მოგეთ იქ ვინც უხენძღვანელა ამ ყველაფერს ზოგიერთის სახელდაგვარი არ არის ცნობილი შედარებით, მაგრამ მოგეთ მთელი ეს იუსტიციის სახლიდან ყველაფერი ეს სისტემა ხომ მიშამ ხო ააშენა. დასავლეთმაც და ჩრდილოეთმაც ერთობლივად მიშა ზუსტად მაგიტომ გადმოსხა როგორც დესანტი საქართველოში მაშინ ჯერ კიდევ 90-იან წლებში რომ ეს ციფრული სისტემა აეწყო საქართველოში მიშას. ეს ვიღაცას უნდა გაეკეთებინა. იმისათვის ხალხი ვერ ხვდებთ, დღემდე ვერ მიხვდა ხალხი მიშას პოლიტიკურ ესე ვთქვათ მოღვაწეობას რა გააკეთა ზოგადად მიშამ. აქ ვინ რა კარგია და რა ცუდი აქ ამაზე არ არის საუბარი. მიშამ ზუსტად იმიტომ მოაწყო ის ჯოჯოხეთი საპატიმროებში, რომ ხელი არ შეეშალა ხალხნო არა, ანუ ავტორიტეტებს, სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტებს და ქუჩას და ქუჩის აკადემიას ესე რომ ვთქვათ, არ შეეშალა ხელი იმ რეფორმებისთვის, რა რეფორმებიც გათვალისწინებული ჰქონდათ საქართველოში და რუსეთში გლობალისტებს. და აასრულა ზუსტად ხუთიანზე. ეხლა მე ვფიქრობდი მაგალითად აი ამ ბოლო პერიოდში რაზე. რომ ციფრული ფულის შემოსვლას კი ეხლა აქ აკეთებს ოცნება, მაგრამ ოცნება და ნაციონალები ორი განშტოებაა, მაგრამ ერთი სისტემის ორი ფრთა არის, ერთი და იგივეა. მაგრამ ციფრული ფული ყველაზე მძლავრად ვინ შეძლებს მეთქი აი ამის შემოტანა საქართველოში. თუ ეგრევე გამახსენდა ვინ? მიშა. მიშა სად არის? ციხეშია. ციხიდან რუსთაველამდე ერთი ნაბიჯია, რა უნდა. ხო ხვდებით? ამიტომ რისი თქმა მინდა, რომ მიშას ჩამოსვლა ვითომ საზღვარზე შემოიპარა კონტეინერით, არაჟნებით და მაწვნებით ეს ხო ნუ ზღაპარია, ხო? მიშას შემოსვლა, ეს დაგეგმილი იყო. მიშამ ძალიან კარგად იცოდა რომ ციხეში ჩაჯდებოდა. მიშამ ძალიან კარგად იცოდა რომ აქ არანაირი პოლიტიკურ მხარდაჭერა ხალხისგან არ ქონდა, იმიტომ რომ მას საპატიმროს ესე ვთქვათ სირცხვილის კორიდორი არ ქონდა გავლილი. ეხლა სირცხვილის კორიდორი გავლილი აქვს მიშას. რეაბილიტირებულია როგორც პოლიტიკური ფიგურა და 100%-იან ჩემი აზრით 100%-ით მიშას დააბრუნებენ. იმიტომ რომ აქ გარკვეული დასავლეთს გარკვეული რაღაცები აქვს გადასაწყვეტი რა. მოგეთ ციფრული ფული უნდა შემოიტანონ და რუსეთში პირდაპირ უკავშირდება ეხლა რუსეთში რო იბო, ეხლა მაგალითად დრონ წარმოვიდგინეთ უკრაინიდან მოფრინავს, ჯერ ვითომ უკრაინიდან მოფრინავს დრონები, თვითონ რუსეთშივე აფრენილია ეს დრონები და მოსკოვის თავზე ვითომ საჰაერო თავდაცვას ვერ ახორციელებენ და მოსკოვის თავზე ვერ ანადგურებენ ვითომ რაკეტებს, ვითომ აცილებენ იმას, რა ქვია, დრონებს, უპილოტო დრონებს. ეს არის სასაცილო, ხო? ვითომ აცილებენ. სპეციალურად ანადგურებენ ამ ყველაფერს, რათა ციფრული ფული ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიონ, ციფრული ფული შემოვიდეს და მიშას აქ თავისი როლი აქვს, თვითონ მიშას თავისი როლი აქვს აქ რა, ხა ჩვენს პოლიტიკაში, ხო ხვდებით? ანუ გადათამაშებები მიდის და ანუ ეს არის არგუმენტები ზუსტად რომ მიშას ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა და ჯერ ესეთ ხელისუფლებაში არის კიდევაც. და ანუ ეს ციფრული ავატარის შექმნა პირდაპირ ციფრული ყველაფრის გაციფრულებაზე მეტყველებს. ანუ ციფრული ფულის შემოსვლა და მაგალითად მე შეპესე გავაუქმე იმის გამო რომ ციფრული კაბინეტი დაამატეს და ყველაფერი გაციფრულებულია პრაქტიკულად იუსტიციის მიხედვით. ამიტომ პროექტი ზომბი ზონით ყვილად არ არის შექმნილი, იცოდეთ რა.